Country, Georgia! Let's go, man! მოგესალმებით Fight Hopper-ებს. ხვიჩა ქორიძე და ნოსტალ გიორგის სართანია Fight Hop პოდკასტზე პირველი ქართული შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი Apple-ზე, Spotify-ზე, YouTube-ზე. მადლობა რომ არ დაგავიწყდით. ხვიჩექს, როგორ ახარ? კარგად, მაშინ როგორ ახარ? მე მონატრებული შენით და საერთოდ MMA-ით და მიხარია რომ დღეს მაქვს საშუალება რომ ჩემ ძმასთან ერთად ვისაუბრო ცოტა ხანი და პატარა კონტენტი დავდოთ. როგორ მოგეწონა, მოგენატრა ივენტები? საკმაოდ მოიცეცხლოვანი ივენტი იყო. ძალიან დიდი დრო გავიდა თითქოს რა, ბოლოს რო დაიწყო რა UFC Paramount-ზე, მეთქი რა ხდება, სულ სხვა სამყარო არის და რაღაც და მე სულ ვიძახთი რა ხვიჩ რომ მეგონა გეიჩი და ფადი იქნებოდა Fight of the Night. თუ ფადი არ დაამთავრებდა იმას გეიჩის რა, მაგრამ მაგარი ბრძოლა გამოვიდა მართლა ცეცხლოვანი, სანახაობრივი რა. ტურნირთან შედარებით შეიძლება ვთქვა რომ Fight of the Night იყო, მაგრამ მე ვამბობდი ობიექტიური ფავორიტი არის გეიჯის სტილიდან გამომდინარე. ანუ შენ მართალი ხარ, იმიტომ რომ გეიჩი მასკარად მოიგო რა. მაგრამ ძირითადად რა ფავორიტი იყო პიმბლეტინა. ანუ სანახაობრივად ტექნიკურად არა რა. ანუ როგორც თვნელი რა, სხვანაირად შეგეკითხები და როგორც ფანი სხვანაირად შეგეკითხები, ანუ თუ პირველად უყურებ ძმაო UFC-ს და MMA-ს და ეს ჩხუბი ნახე, რა შეიძლება იფიქრო ამ ორი თვალის განსხვავებით? ჩემთვის ახლა სანახაობრივად რა თქმა უნდა დარწმუნებული ვიყავი, კარგი ბრძოლა იქნებოდა, რადგან ჯასტინ გეიჯი არის მონაწილე ამ ბრძოლას. პირველ რიგში რა. რომ ინიციატორი და სანახაობრივი დარწმუნებული ვიყავი, რომ ჯასტინ გეიჯი იქნებოდა და მასეც იყო ასე რა. და ფადიმ სანახაობრივის ბრიობისთვის ვაფშე არაფერი არ გაუკეთებია მაგ ბრძოლაში. სრულად არაფერი არ გაუკეთებია, მოღონდა ერთი უბრალოდ იტანდა დარტყმს რა. ყბა აჩვენა მაგარი. ხო რა, ანუ იტანდა დარტყმს კი არა, ხასიათით აჩვენა იმ ბრძოლა რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა რამოდენიმე ჭიდაობის ცდილობები მის სასაცილო იყო, ზოგადად ალაპარაკობდნენ, რომ ჭიდაობით გამოირჩევა მაგ ბრძოლაში ფადი და ჭიდაობით ყველა ანუ ხალხი საკმაოდ ხაბიბის დომინაციის გამო და რადგანაც ხაბიბს და ოლივერას შეხვდა ორს ერთ-ერთ საუკეთესო მოჭიდავეს, გეიჯი იყო ჩამოწერილი როგორც მოჭიდავე. ამ დროს გეიჯი არის ძალიან მაღალი დონის მოჭიდავე და ძალიან დაბალი შანსები არის მაგის საწინააღმდეგოდ ვინმეს რომ ჭიდაობის ეპიზოდები მოუგო, აი რაღაც ფენომენალური გრეპლინგი თუ არ გაგაჩნია ასე რომ ვთქვათ რა და პედი ძალიან ნაადრევად აჩხუბეს ჯასტინ გეიჯის, თუმცა გეიჯი მის უკვე არ იყო მის გეიჯი დღემდე არა გეიჯი რაც ახლა მაგალითად მის პრაიმში იყო რა 4-5-6 წლის უკან რო იყო რა და ცოტა ნელა დაიწყო გეიჯი, მაგრამ სტილისტიკურად ძალიან წინ იყო და გამოცდილებითაც ძალიან წინ იყო რეალურად ახლა სერიოზული მეტოქეებიდან გამომდინარე ბობი გრინის მერე პედის ყავდა ისა რა ქვია მაიკლ ჩენდლერი და ჩენდლერი და ანუ რო ვთქვათ ახლა ერთი მეორეზე ვარეს სიტუაცია თანამედროვე 70 კილოს ტოპში და იმის მერე ინტრემბელზე გაუშვა ესეთ ტიტანთან როგორც ჯასტინ გეიჯი, თუმცა რომელიც ასაკში არის შესული, მაინც ეს დონია. დამტკიცებული დონია. ხო და ანუ ახლა არმანთან რო გაუშვან გეიჯი, ხო, უკვე იფიქრებო რომ კი, ახლა არმანი არის, აი, სუპერ პრაიმში არის, მის სასწაულ პრაიმში არის, ძალიან ძლიერი და კი, მისი ჭიდაობამ შეიძლება იმუშაოს, იმანჯობ შეიძლება მოუგოს, პლუს უფრო ბასრია, უფრო რეფლექტორული მებრძოლია. და არმანს ძალიან ბევრი ტესტი აქვს გავლილი. პირველი ბრძოლიდან მახაჩევით რო დაიწყო, ყველა ბრძოლა, რო თქვა, დევი რამოსთანაც ჰქონდა ისეთი ბრძოლა, რომელიც გამროთან ხო წააგო. გამროთან, ანუ
ან მე ვჟავო ისეთ სახელებს არის შენახვედრი და ისეთი ხალხთან აქვს 5 და 3 რაუნდი ჩატარებული, რომ სადაც დედამიწა არის მაგათში განსხვავება. სადაც არის საუბარი სანახაობრიობაზე. სანახაობრიობად საკმაოდ ძალიან მაგარი ივენტი იყო. უკვე პირველად ვინც უყურებს UFC-ს და მე ადამიანი მე მგონი არ არსებობს რაღაცა ბავშვი რო და შენ ხარ coach, შენ ხარ თვნელი ძმაო, ბაზარი არ არის. მაგრამ როგორც ქართველი ამ ბრძოლას რო უყურებ რა, ქართველი MMA-ის ფანი რა, მე ვარ ეს, ხო, ქართველი MMA-ის ფანი. ის გამარჯვება გინდოდა, აბა მითხარი ძმობას გამო. გეიჯის გამარჯვება მინდოდა პირველ რიგში პედის გზელიანის გამო და პლუს ძალიან მაგარი main event-ი გაგვაჩნია UFC White House-ში, თופურია თუ ინება, ის იქნება რა ქვია. გამოვა და UFC White House-ში გეიჯი თופურია. მაგარი ბრძოლა არ არსებობს ზოგადად რა ასე რომ ვთქვა. ამიტომ ობიექტიური მომენტი არის, მაგრამ რომ ყველანაირად მე მომწონდა ეს ეპიზოდი. ეს მომენტი ვიცოდი რომ წააგებდა პედი და ყველანაირად მომწონდა მაგ მომენტი რომ პედი. კი, მე შენ ხო წერდი რა მესიჯებში და არა მარტო ეს ბრძოლა მგონი შონომალიც გაარტყიდა რაღაც, ხო? ჩვენ რო წერდით ერთმანეთს რა, მაგრამ სიმართლე რო გითხრა მე მგონია რომ შონომალი მარწა ეს უბრალოდ სონია დონგს არ წაუგეთ. მესამე რაუნდი წააგო და პირველი 2 რაუნდი შეიძლება რომ მიგეცა სონია დონგის თვის. როგორ არის სიტუაცია? პირველ რაუნდში იადონგმა კი გადაიყვანა, მაგრამ დღეს აი თუ საერთაშორისო სერიოზულ მსაჯობასთან გააქვს ურთიერთობა, ხო, ყველა ხსნის რომ გადაყვანასაც არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, დიდ უპირატესობას არაფერს არ გაძლევს. როგორც დარტყმები და მნიშვნელოვანი დარტყმები და აქცენტი ზიანისკენ. მაგალითად, გეიჯის და პიმბლეტის რაუნდს მოგიყვან მეორეს, სადაც აიფოკი იყო. გეიჯის გააჩერა თუ არა მსაჯმა? რა დაუშვი არა, რო არ გააჩერა. რო არ გააჩერა. მეორე მესამე რაუნდში. ხო, მახსოვს. მაგრამ ნოკდაუნში გაუშვა. იმ რაუნდში ხო, პიმბლეტმა 40 დარტყმა დაარტყა გეიჯის. მან მეტი დარტყმა პიმბლეტმა. მაგრამ მნიშვნელოვანი დარტყმები, ანუ ობიექტიურად იყო გეიჯის და ასევე ხო ომალის მე ვფიქრობ რომ 5 რაუნდიანი ბრძოლა რო ყოფილიყო, ხო? შედარებით სხვა მონახაზი იქნებოდა და აშკარა იქნებოდა ომალის უპირატესობა. იმიტომ რომ ომალი ზოგადად არის 5 რაუნდის არის 5 რაუნდის ბრძოლა და იანგ სადონგისთვის იყო სონია დონგი დაიღალა. მესამე რაუნდზე იმენ დაღლილი იყო, ძალა აღარ ჰქონდა ესე მგონი. ანუ ესაც დაღლი იმან დაღალა რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმას მუშაობს და ძალიან სერიოზულ ზიანს აყენებს მეტოქის. ანუ მაგრამ ეხლა რო თქვა რომ შონომალი დაამარცხა სონია დონგიო ვერ ვიტყვი. არა თქმა უნდა, მასე ცალკარში ვერავინ ვერ იტყვის. მე არც გამიკვირდებოდა რომ სპლიტი ყოფილიყო. მაგრამ ახლა ომალის მე რაც მომწონს ომალში რომ მე მიმაჩნია აზრი გამაჩნია რომელიც არ ემთხვევა უმრავლესობას რა მაგრამ მე დარწმუნებულია რომ ომალი პეტრიანს მოუგებს ზოლას თუ მერავი კიდე პაუზაზე იქნება მაგალითად და ეხლა ძალიან საინტერესო არის რა ხვიჩ რა პონჩი გონია ძმაო რომ შონომალი პიტერიანს მოუგებს აი მაინტერესებს გახსოვს უკარა პოდკასტი გაიხსენე როცა მე ვამბობდი რომ ომალი სონია დონგს მოუგებს და მე პეტრიანს შეხვდება იმიტომ რომ სტილისტიკურად ხო პეტრიანი დგას და იქიდან მუშაობს კრივის ბაზას და ომალი ეხლა იმატებს ბევრი ვერ ამღარებს იმას რომ ყველა მისი წაგების მერე ხო ომალი ძალიან გაიზარდა ჩიტო ვერასთან ხო წააგო ბრძოლა კი ტრავმით წააგო რაღაც ისე მაგრამ სასწაულად გაიზარდა იმიტომ რომ პირველ ბრძოლაში ჩიტო ვერა აზიანებდა და ებრძოდა მაგრამ ანუ მეორე ბრძოლაში ჩიტო ვერა ვერ იგრძნო ასე რომ ვთქვათ რა მერაბისთანაც ხო პირველ ბრძოლაში ისეთი მაგარი არ იყო ომალი როგორც მეორე ბრძოლაში თუმცა მერაბი უფრო დომინანტურად დააფინიშა მაგრამ მეორე ბრძოლის ომალი უფრო ძლიერი იყო და მინჯერ ვიდრე პირველი ბრძოლის ომალი მერაბთან და მე გეუბნებით რომ 5 რაუნდიან ბრძოლაში ხო მაგი პეტრიანს დამარცხებს ძალიან დამარცხებს იმიტომ რომ პეტრიანიც დროც გადის რა და მისი რეფლექტორული მუშაობა უფუჭდება პლუს ანთროპომეტრია ხელს ალუწყობს პლუს ეს იქნება დიდი მეინ ივენთი იქნება ეს არ იქნება როგორც აბუდაბეში იყო აბუდაბეში პატარა ოქტაგონში ჩხუბობდნენ მაგენ და დიდ ოქტაგონში ძალიან დიდი უპირატესობა აქვს ომალის პლუს 25 წუთში ძალიან თან ომალის სასწაულად ძლიერი ყვა აქვს
ბიჭო, პროსტა უნდა კითხო რა პონჩი ნახე ომალის განვითარება რა. ჩემი აზრით სტრაიკინგში და მდგომში იყო ყოველთვის ყველაზე მაღალი დონე რა, შენომალი ხო? Counter ო, Strikingში, მაგრამ ხო, ხო. ანუ მისი განვითარება რაში სტრაიკინგში ნახე თუ ჩემი აზრით შენომალის განვითარება უნდა იყოს ის რომ ან ჭიდაობის დაცვა ან თვითონ აგრესიული ჭიდაობა ან არა, მაგრა გრაპლინგი დაიცალა. რა. ჯერემეთი ძალიან მაგრა დაიცალა და მაგრა ეჭიდაოია. თუმცა ძალიან მაგრაც ადგა მეორე რაუნდში. მეორე რაუნდში უფრო ძიმედ წაგება შეეძლო მაგას. პირველ რაუნდში წაგება შეეძლო, რომ მაგრა არ ეჭიდაო. საკმაოდ მაგარი ჭიდაობა აჩვენა, წელის ჭიდაობა საკმაოდ კარგი აჩვენა. თუმცა ახლა ეს სონგიადონკი არის გომის მებრძოლი აშკარა უბრალოდ მაგან გადაწყვეტილება მიიღო, რადგან რომ ეჭიდავა ვითომ რომ რაუნდი მოეპარა, ასე რომ ვთქვათ რა, რაც შეძლო მეორე რაუნდში გაეკეთებია რა. თუმცა მესამე რაუნდში ყველა მაგის ცდილობა მშვენიერად დაბლოკა ომალის იმიტომ და და მეოთხე მეთუკი აშკარა რო ყოფილიყო, დაიღალა უფრო სონგიადონგი მესამე დაიძრებოდა. რაუნდში ხო? ხო, აშკარა დაღლილი იყო. ხო. ხო რა დაღალა რა ზიანმა დაღალა და მე რასაც ვხედავ ხო ომალი დროთა განმავლობაში ხო მისი და ყველა დარტყმა იმატებს ხარისხს ანუ დაჟე მერაბისთანაც ყველა მისი დარტყმა უფრო ხარისხოვანი იყო კი კონტრშეტევები ვერ დააჯინა მაგრამ უფრო ხარისხოვანი კონტრშეტევები იყო და ეხლა ხო რო ურტყავს ხო უფრო მეტი შედეგი აქვს მაგ დარტყმას ესე რომ ვთქვა რა და მაგას განვითარება მოყვება რა თუ და გახსოვს რა სიმართლე მე ვთქვი უძველია ერთი მაგას რა ვხედავ ხვიჩ რა კარგია არ ამგონია მეთქი და არ მჯერა რომ შონომალი დაანოკაუტო სონგიადონგი მეთქი. არა ხო მეც არ მეგონა რომ დაალოკაუტება ძალიან ფულია სომია დონკი არის ძალიან ტოპი მე იურაი ფეიბრეს და იმასთან რომ მქონდეს კავშირი ვეტყოდი რომ არ აჭიდაოთ არ არის საჭიდავა და ჭიდაობა სონია დონკს გისთვის უფრო კარგი გეგმა იქნებოდა რომ ყოფილიყო სონგია დონკი არ ჭირდებოდა მაგას გდებები მაგან პროსტა გააკეთა ხა გაიმეორა მის თავზე პეტრიანმა რაც გაუკეთა იგიც რომ პეტრიანმაც შევიდა და გადაიყვანა და მაგით მოპარა რაუნდი და ჩემი აზრით რა სონგიადოს ბრძოლაში პიტერიანთან ისწილა იგივე წააგო გაუმეოროს სტრაიკინგი მაგან ომალს სონგიადონგმა პიტერიანთან სტრაიკინგი კი წააგო და პირიქით შევიდა იმაში ჭიდაობაში თუ გახსოვს რა პიტერიანს რო ებრძოლებოდა სონგიადონგი დიახ როგორი ბაზარი იყო იცი ვინ არის ყველაზე მაგარი სტრაიკერიო ბოქსერიო რა აჰა ხო და და ანუ აშკარად პეტრიანმაც იგივე გრებები გაუკეთა მაგას გულისხმობ რა მაგასაც გაუკეთა მაგასაც ჭიდაობით ისლემშალა და ჭიდაობით წამოიღო რაუნდი რა ერთი რაუნდი ჭიდაობით წამოიღო და სონგიადონგი მაგასაც ცდილობდა და მე მაგალითად სონგიადონგს მივჩემდი რჩევას რომ ყოფილიყო სონგიადონგი არა საჭირო მაგისტრის ჭიდაობა მაგ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევდა მაგი რომ სივრცეები უზღუდოს და ოქტაგონთან ყავდეს ომალი და კონტრშეტევები ახორციელებს через კორპუსიდან თავიდან აქვს ბევრი კონტრშეტევა საკმაოდ ძლიერი რა ჭიდაობის იმედზე როცა შენი ფუნდამენტი არ არის ჭიდაობით გამარჯვება ხო ჭიდაობის იმედზე ყოფნა არ შეიძლება რა როგორც მერაბი ჭიდაობს ახლა არ არის სრულად მაგას საუბარი მოკლედ ვთქვა რა იგივე არის თუ ახლა მერაბმა სრულად გადაწყვიტეს ომალისთან დგომში ჩხუბი არაფერი კარგს მაგი არ მოიტანს რამე შედეგი არ მოყვება მაგას ასევე დგომის მებრძოლი რომელიც წყვიტავს რომ მე ახლა ჭიდაობით იმას ვიზამ რა ქვია ამას რაღაცას მოყვა რომ უფრო ეპიზოდები დაკარგა მისი მესამე რაუნდში რის გამოც გაატარა მუხლი რის გამოც გაატარა სხვადასხვა დამაზიანებელი დარტყმები რაც შეიქმნა საბოლოოდ ფაქტორად რომელმაც მიაცემინა მსაჯებს საპირისპირო მხარეს გამარჯვება რა ამიტომ მომწონს რომ ჩემი გლობალური სცენარი ემთხვევა დარწმუნებული ვარ ჯერემეთი ხო სტილისტიკურად მირჩევნია მერაბმა ეჩხუბოს ომალი ჩემპიონს ვიდრე პეტრიან ჩემპიონს ასე ვთქვათ რა და ანუ პირველ ამ დაბრუნებაზე გულისხმობ და ეხლა კიდე მერაბმა ცოტა პაუზა რო აიღოს და ეხლავე რო აჩხუბონ ამ ვაითჰაუზე რო აჩხუბონ პეტრიანი ომალის საწინააღმდეგოდ, ხო, ესაც როგორი არის, აიცი? რაღაც პატრიოტიზმი ამერიკული გააჩნია, თოფურია გეიჯი, ამერიკელი და ქართველი და რუსი და ამერიკელი. სუპერ ძალიან მაგარი რევანში, ომალი ანუ შენი ძახი რომ პეტრიანი. გეიჩი თოფურია იქნება main event-ი ალბათ შეიძლება იყოს, და თუმცა თული co-main-ზე საქმელია. იძახი რომ პიტერიანი და შონომალი ხო? თული საქმელია, იმიტომ რომ ამათი რევანში შეიძლება უფრო ძიმედ გამოიყურებოდეს ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ის თოფურია და გეიჯი ჩემპიონია, ჩემპიონის ბრძოლა არის რა
ეს ძალიან დიდი და სასწაულად მნიშვნელოვანი ბრძოლა არის მაგიდან გამომდინარე და ახლა პეტრიანი მე მინდა რომ შეხვდეს ომალის და ომალი მინდა რომ შეხვდეს პეტრიანს. რადგან ომალი სტილისტიკურად მოუგებს პეტრიანს და მე და ყოველთვის მოუგებს ომალის. მე გეტყვი ახლა პიტერიანი მინდა რომ უმარ შეხვდეს. უმარს შანსი არ აქვს. უმარს ამ ბრძოლის შემდეგ პრელიმებში დაიძირება never he will never gonna receive main event until it will be Abu Dhabi or Dubai. სადმე არაბულ ქვეყნებში თუ მისი შეიხები პატრონები არ მიცემენ ასე ვთქვათ main events არ გადაუგდებენ შანსი არა მაგრამ main event-ი ამერიკაში ან სადმე სხვა გამიზარებულ ქვეყანაში მოიპოვოს. კაი, მაშინ რახან მერაბს და პიტერს უკვე ქონდათ ორი ბრძოლა და ერთ-ერთი არიან ჩემი აზრით. რახან პიტერი ეხლა ჩემპიონია და მერაბი იყო ხანგრძლივი ჩემპიონი, ბევრი დაცვებით პირველი ბრძოლა ეს უნდა იყოს. მეორე ბრძოლა ჩემი აზრით არის შონომალი პიტერიანი, გეთანხმები ეხლა როგორც ახსენე, იმიტომ რომ ეგენიც ერთი შონომალი დაამარცხა ხო, მაგრამ ბევრს გონია რომ პირიქით პიტერიანმა მნიშვნელობა არ აქვს ვის რა გონია, თავარია რომ ისი ხელი იყო აწეული მაგ სიტუაციაში. ომალის ხელი იყო აწეული და მეც ახლო მომეჩვენა, ძალიან ახლო მომეჩვენა ეს ბრძოლა, ძალიან ახლო მომეჩვენა რა და მე ყოფილი ვიყავი ომალის გამარჯვებით მაგ შემთხვევაში, თუმცა მიყურებდი და საიდაით მიყურებდი. ხო ასე ხარ რატომ მოგწონს ომალის გამარჯვება, ბევრი ვერ ამოღამებდა რატომ ფიქრობდა, რატომ მომწონდა ომალის მომენტი გამარჯვების და ახლა ვინც ვერ ამოღამოს, არანაირი პრობლემა არ არის და უბრალოდ რას გულისხმობ, იცი? აი UFC-ს შენ ხარ დენა ვაიტის წარმოიდგენე, ხო? შენ გაქვს დავალება, რომ მაქსიმალურად მედიორი გაყიდვადი და საინტერესო ბრძოლა გააკეთო. თუ ეგრეა ძმაო მახაჩევ თოფურია. ხო, მახაჩევ თოფური არ ჩამოვა 70-ში და მახაჩევს ყავს უკვე სუპერ ბრძოლა აქვს. მახაჩევს ბოდიში მახაჩევს არანაირი ბენგერი არ აქვს. თოფურიას ბენგერი აქვს, ანუ სასწაული ბრძოლა აქვს, ჩემ ბრძოლა აქვს გეიჯისთან. უკვე აქვს მაგას ბრძოლა. ანუ შესანიშნავი ბრძოლა აქვს და არ ვშირდება მახაჩევი. აი ეს მომენტები დღეს რო ნახე, ეგრო ილია ყოფილიყო ხო ეგრევე დააძინებდა ან პადისან გეიჩის. ორივეს, რა თქმა უნდა. თუმცა ხო მე ბიჭებს ეუბნებოდი მაგალითად, შენ ერთი დიწრეთ უყურეთ და ბიჭებს ეუბნებოდი რომ მაგალითად ხო პედის ვაფშე აი სრულიად არანაირი შანსი არ აქვს ფოფურიასთან და გეიჯის კიდე რაღაც შანსი აქვს, რადგან თვითონაც პანჩერია, თვითონაც კონტრპანჩერიას და კიდე რაღაც შანსი აქვს. შედარებით მეტი შანსი აქვს ვიდრე პადის მაგ შემთხვევაში და რა თქმა უნდა თოფურია მაგას ორივეს გადაუვლიდა და შენ რო იყო გაუბრუნდით იმ თემას, შენ რო იყო ორგანიზატორი ბრძოლების და შენი დავალება არის რომ ყველაზე მეტი ფული იშოვო, ყველაზე მეტი ყურებადი გახადო. აი ყველაზე მაქსიმუმი ბენგერი გაწურო ამქიდან გამომდინარე ასე ვთქვი და შენ მერაბს არ დააბრუნებ ამ სიტუაციაში. იმიტომ რომ საკითხი მერაბმა ეხლა რო დააგოს თქვათ ომალისთან, პეტრთან მესამე ბრძოლა, ხო? ჩვენ კარგავთ ვარსკვლავს, როგორც ჩვენ და შენ, როგორც ფლობები. აზარი არ არის მესმის, მაგრამ შონომალი რომ იცე პიტერს ეხა ეგეც არ არის დიდი big money fight, იმიტომ რომ შონომალიმაც ისე არ მოიგო რაღაც დამტკიცებით რა. მაგრამ უყურე წონათა კატეგორიაში რა ხდება? ხო, წონათა კატეგორიაში რა ხდება? ნიშნულობა არა, ვინ იგებს? 2-დან 1. ვინ იგებს? ერთი ბენგერი მაინც არის და კიდევ ერთი სუპერ მეინ ივენტი გაქვს. წარმოიდგინე, რომელიც არის სასწაული ივენტი შეიძლება გაერთიანო. კიდევ ერთი ისეთი ივენტი გაგაჩნია. ყველაზე დიდი ბრძოლა დღეს არის თოფურია მახაჩევი ან ერერა და ჯონსი. მახაჩევი როიცოდე ხო, აი ძალიან ჩამოწერილია შენ ალბათ აგიყურებია კარდის მეინ კარდის გახსნას, სადაც UFC-ს ისტორია იყო ჩამონათვალი მაგრეგორის ერა და საწყისი. ეხლა ბოლოს ხო? ხო, ახლა მეინ ივენტი რო გახსნეს. ხო, შოუ იყო, დიდი შოუ იყო, ოკტაგონი დაფარული იყო ფარდებით და მანდ იყო აი ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც მოხვედრია ხოლმე ოდესმე UFC-ში. მახაჩევი ხშირად აჩვენეს პონი. არა, არც ხაბიბი და არც მახაჩევი არ აჩვენეს სრულად. და გამოვისალმები რა, overrated
ხაბიბს არაფერი არ გაუკეთე იმდენი მაგალითად მე მიმაშინე რომ მერაბმა და თოფურიამ შედარებით მეტი გააკეთეთ ვიდრე ხაბიბმა მის კარიერაზე ლეგასიდან გამომდინარე რა ძალიან მნიშვნელოვანი დასაფიქსირებული ფაქტორი არის ეს მაგათი ლეგასი შედარებით მაღალი არის ვიდრე იმის რა ქვია ხაბიბის მახაჩევი მის ლეგასი რა თქმა უნდა აქვს დიდი ლეგასი აქვს სპორტული თვალსაზრისით თუმცა ახლა რო იჩხობა ბოლო ჩხუბები რო იჩხობა ნახევრად სარიელ დარბაზებში იჩხობა რაც ბოლო მისი ორი ჩხუბი რაც დასიკეთო არაა რა და თქმა უნდა დარწმუნებული ვარ რეიტინგებზეც ახლოსაც არაა თოფურიასთან თოფურიას მე რო ვიყო UFC ჩემი მებრძოლი რო იყოს თოფურია და მახაჩევი ანუ ჩემი ორგანიზაციის მებრძოლები რო იყო მე თოფურიას არასოდეს არ ავუშვებდი 67 მეჩში ადამიანის საქმე არ აქვს 67 მეჩში მახაჩევი ამბობს მე 70-ში მეორეჯერ არ ვიჩხუბებ всё წავედი დამთავრდა ისტორია მაგი ბრძოლა არ შედგება და ვერც უნდა შედგეს მე მგონია რომ ილია ეხა ჯასტინ გეიჩისთან რომ გაერთიანოს თავისი კამარი შემდეგი წარუკიანი თუ არა მახაჩევი უნდა რა ილიაზე ვსაუბრობ ვინ უნდა ილიას გარანტირებულად 100% არმანი უნდა იყოს ილიას მაგარი ორი ბრძოლა აქვს რატო ფიქრობ თავში მახაჩევმა აიღო მისი კამარი დატოვა და წავიდა всё გადავფურცე წავიდა სხვა წონთა კატეგორიაში გაიქცა თუ გინდა ასე ჩათვალეთ თუ გინდა ნებისმიერი გაგებით ჩათვალეთ არ ჩვენ რატო უნდა ჩავებღაუჭოთ მახაჩევს ჩვენ მივედით მის წონათა კატეგორიაში დავეუფლეთ მის კამარს რომელიც მაგან თვითონ დათმო მისი ნებითო ხო შეიძლება დაეცვა კამარი დიდი ბრძოლაში და წასულიყო ის 77-ში არა არიდა თავს ძალიან მძიმე ბრძოლას არიდა თავს როგორც ულაკეთებენ და გადავიდა 77-ში შედარებით კომფორტული ბრძოლა იშობა ჯეკ დე ლა მადალენასთან და ყველაფერი ძალიან მარტივი არის მან და მე ვფიქრობ რომ თოფურიასთვის არაფერი არ არის მეტი ალბათ სრულად მაგ საჭირო ორი ძალიან სუპერ დიდი ბრძოლა აქვს რომელიც გადასახარჯებს UFC-ს და ანუ ეს გეიჩის ბრძოლა რომ ჩემი აზრით ეს გეიჩის ბრძოლა ეხა არ მინდა რომ რაღაც პატივისცემა არ მივცე გეიჩის მაგრამ ჩემი აზრით ეს გეიჩის ბრძოლა არის უბრალოდ მაპატიეთ რა არ მინდა რომ თუდად ღირსეული ბრძოლა არის გეიჯისთვის გეიჯი მისი კარიერიდან მისი შრომად მოყარეობიდან გამომდინარე მოიპოვა ის სტატუსი სადაც არის გეიჯის გამოწერა არსად არ შეიძლება ნაციონალური ვარსკვლავი არის ამერიკის და სოფლიო MMA-ის ვარსკვლავია რომელსაც ბევრს შეაყვარა ზოგადად როგორც ასეთი ბრძოლა და მაგრეგორთან შედარებით და სხვებთან შედარებით ხო კიდე ბროულერია და ტრენდსეტერი არის ანუ ესეთი მაღალი სანახაობრივი ბრძოლები ასე რომ ვთქვათ რა ნუ შეიძლება იყოს საკმაოდ ისე თქვი და ეგეთი მებრძოლი მართლა არ არის გეიჩი რო არის რამდენი ბრძოლაც ქონდა UFC-ში ყველაზე მიიღო ბონუსი მოიგო თუ წააგო ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ სრულყოფილი პიროვნება არის კაცი რომელსაც ერთხელ არ უთქვია არა ვერა ბოდიში არ მინდა მეჭიდავება და მაგიტო არ ვეჭხუბები და ასე შემდეგ არც ერთი მასეთი რაღაცები არ უთქვია გავიდა მისი თან მოიპოვა მისი ტოპის პოზიცია მოიპოვა იმით რომ შორტ-ნოთესზე გავიდა პრაიმ ტონი ფერგუსონთან მაგან გავიდა შორტ-ნოთესზე გეჯის კაცობაც სალაპარაკო არავის არაფერი არ აქვს გეჯი 100%-იანი კაცი არის და დარწმუნებული ვარ კიდე და კიდე ბევრს გულს გაუხარებს მისი ბრძოლებით თუმცა მისი კარიერის უმაღლესი ეტაპი ღირსიაც არის რომ ესე იყოს რომ UFC White House-ზე გადაიცდილოს რომ მოიპოვოს კამარი შენი აზრით კიდევ ისეთ ბრძოლას ატარებს ხო ბოდიში რო გიორგი და კიდე ისეთ ბრძოლას ატარებს კაცობით რაც გამოირჩევა ხო რაც მახაჩევმა ვერ ჩაატარა ისეთი ბრძოლას ატარებს თვითონ გადის თოფურიას საწინააღმდეგო თუმცა შეუძლია შეუულებრივად პენსიაზე გავიდეს უკვე ჩამოყალიბებული ვარსკვლავია UFC მაგ პიროვნებას არასოდეს არ დაკარგავს და შეუძლია შეუულებრივად პენსიაზე გავიდეს არა გადის კიდევ ერთხელ pound for pound ნომერ 1-თან რეალურად და ანუ პრაიმ კვლელთან გადის ასე რომ ვთქვათ რა რომელსაც ხვრელი არ აქვს თამაში რომ გარისკოს და მისი ყველაფერი გაიტანოს ასე რომ ვთქვათ all-in გააკეთოს მისი კარიერის და დასაფასებელია ნამდვილი ჩემპიონია ამ სიტყვის გულით ამ სიტყვის გაგებით რა და ღირსი არის რომ დაიცავდა და იბრძოლოს კამარას არმანთან შედარებით განსაკუთრებით არმანთან მახაჩევთან შედარებით იმიტომ რომ მაგორმა ხო თხევადი გზები აირჩიე და მაგიტო არიან
ასე რომ ვთქვათ, შახსნილი თემიდან, იმიტომ რომ მაყურებელი ახლა დებილი არ არის არასოდეს და იცის ვის უნდა გულშემატკივროს ცოტა hate speech-ი გამომდის, მაგრამ ფაქტები არის ეს. არა, იმიტომ რომ Justin Gage-ის რო შეხედო ან ილიას ორივეს ბრძოლები არის აშკარა ცეცხლი. ხო? დიახ, რა თქმა უნდა. ეხა არმაწარუკიანის ბრძოლა შეიძლება იყოს დომინანტური, მაგრამ ის ცეცხლი არ არის რა, ხო გესმის, ანუ რომ ნოკაუტის თემა რო იყოს ან ფინიშის თემა რა და მე მგონია რომ ეხლა რომ პირველი Paramount-ის კარდი იყო რა, McPonch-ი რაღაცეები შეიცვალა, იმიტომ რომ უნდათ უფრო რომ ეფექტურად დაიწყო UFC-ს რა. მაგრამ მე სიმართლე რომ გითხრა, არ მაინტერესებს მაო რა. შენ თუ გინდა ჩამეჭიდე 25 წუთი კედელზე ძმაო, იმაზე კლეტკაზე ძმაო, თუ მომიგე შენ ხარ ჩემზე უკეთესი რა. ეგ არის სპორტი. არანაირი პრობლემა არ არის. ნუ კედლიდან იმუშაოს, მე თქო, მეორე მხარე კედლიდან იმუშაოს. ზოგადად ჩვენ რო ვთქვათ ახლა, ხო? მერაბი იმიტომ არის იმ პოზიციაში, სადაც არის აი people's champ, სადაც არის ეს სტატუსი გააჩნია, ხო? იმიტომ არის მაგა, რომ ყველა გამოწვევა მერაბი მიიღო. არსად არ მიუღია მაგას თხევადი საქციელები არსად არ გქონია მაგას. ყველა რაც მაგას შესთავაზენ, ყველაზე თქვა კი, არსად არ თქვა არა და უმარის ბრძოლიდან რო დავიწყოთ, ხო? უმარის ბრძოლა ყველაზე არაკომფორტულ კონდიციებში მიიღო მაგას. იანთანაც არაკომფორტულ კონდიციებში მიიღო ბრძოლა, მაგრამ უმართან უფრო არაკომფორტულ კონდიციებში მიიღო ბრძოლა. სადაც არმანმა, სადაც მახაჩევმა და იმან, ხო, არიდენ თავი, ასე ვთქვათ რა, რადგანაც ჩვენ გვაქვს რაღაც კარიერა, რაღაც დასუფრდებით, რაღაც. შენ ეხა რო იყო მერაბი ხო არ გინახია ბოლოს? არა, ხა არ მინახია, სხვადასხვა წევში ვიყავ ჩვენ. მე შეგრებაზე ვიყავი და იქეთ, მაგის მიგაზე იყო რა ქვია. ხო და ანუ მერაბი რომც ჭიდაობდეს და სრულად არ იყოს ბროულერი, ასე რომ ვთქვათ და აი სუპერ ნოკაუტერი როგორც თოფურია, ხო? მისი კაცობიდან გამომდინარე, მაყურებელს უყვარს და მისი კაცობიდან გამომდინარე, მაყურებელს აინტერესებს მისი ისტორია. იმიტომ რომ ეს ადამიანი რაღაცას აკეთებს. უყვართ მაშინ მახაჩევიც უყვარდაო. მახაჩევის და ხამზატის. მახაჩევი დაღესტანის გარეშე. ხამზატს უფრო მეტი ფანაუტერი აქვს. მახაჩევი დაღესტანის გარეშე ისე რა უყვართ ასე რომ ვთქვათ. სიმართლე რომ გითხრა, მე მახაჩევი მევასება რა. არა, როგორც მებრძოლი, როგორც სპორტსმენი, ხო, რო გაიყონო, ძალიან მაგარია, მაგრამ სპორტის იქეთ ხო არის რაღაც პერსონალიტეტის სიტუაცია, ხა გიხსნი, მაგალითად რაზე არის საუბარი. შენ როცა გაქვს პოტენციალური სუპერ ბრძოლა თოფურიასთან, ხო? მაგას რო არა აერიდებია მაგ ბრძოლას თავი. აი ყველაფერი მაგრა ექნებოდა მაგას. რადგანაც მაგან მაგ ბრძოლას არიდა თავი, ხო? არანაირი შანსი არ არის, რომ ყოველთვის იქნება მაგი წერტილი ის კარიერაში. აი, მაშინ 145 ფუნტშიც ეგრე ჩათვალე ძმაო მაშინ. ევლოევი, მაშინ თქვათ, რომ რატო ავიდა მაშინ ილია ზემოთ და ევლოევთან არის ჩხუბა. იგივე პონტი არის ზუსტად რა. არა, სულადაც არა იგივე პონტი, იმიტომ რომ ევლოევს ყველა შეთანხმებული ჩხუბი, ხო, თოფური არ დათანხმდა. ჩაიშალა კი, მახსოვს, ჩაშალა. თოფურია, წონას აბარებდა. თოფურია ეიღენ და გააჩერა ათლეტიკურმა კომისიამ. მიგენმა გადაწყვიტენ, რომ რაღაც ვერ აიღდგეთ, რაღაც მაგი გააჩერენ, თორე თოფური არ გაჩერებულა მისინებით. მე თოვებლობას, მაგალითად ზოგადად ცოტა უკვე რომ თოფურია ვოლკანოვსკი გათიშა და რაღაც რეიტინგები დახია თან დაანგრია რეიტინგები ასე რომ ვთქვათ რა. მე ხოლოვე გათიშა და დაანგრია რეიტინგები, ხო? UFC-ს ვაფშე სრულიად წარმოიდგინე არ აინტერესებს ისა ევლოევის პოზიცია. იმიტომ რომ ეს არის ბიზნესი ჯერ ერთის არა ოლიმპიური სპორტი. ბიზნესია და არ აინტერესებს თოფურია ქვევით უნდა ეძახოს. რა ქვია, ქვევით ამოდი და იქენ რა ქვია. ეგრე იძახის მახაჩევი ახლა. ილია თუ ამოვაო, უეჩხუბებია, მე აღარ ჩავალ. რეიტინგში გულისხმობ. თოფურიამ რატომ უნდა დახარჯოს მისი სიცოცხლე, როცა სუპერ ბრძოლა აქვს 70 კილოს კამარზე, რატომ უნდა დაეხარჯა მისი დრო 66-ის no names-ზე, ასე რომ ვთქვათ. კი, არის დაუმარცხებელი მებრძოლი, ძალიან მაგარი მებრძოლი არის, ძალიან მაგარი მოჭიდავი არის, რაც მე ძალიან მომწონს, რომ იცოდი. ძალიან მევასება.
მაგრამ რეალურად თოფურიასთან შედარებით, ყოლოვეისთან შედარებით, არ ვოლკანოვსკისთან ბაზარი არ შედარებით, არის. ეხლა მე ოლივერასთან იმას არ შედარებით, no ვიცახი, რომ name ევლოევი არის. money fight-ი იყო, მაგრამ ხო. ლოგიკით რო შეხედო, ეხლა შენ რო თქვი, რომ ისა ისლამი ავიდა, ზუსტად ეგრე, ანუ ისლამი და ილია არის იგივე ისტორია არა. სხვადასხვა უყურე, დივიზიონებში. ისლამი და თოფურიას ბრძოლა არის რაც მოიპოვებს მაქსიმალური რაოდენობას მაყურებელს. ეს არის მაგრეგორ vs მაგრეგორი, money მოკლედ რო fight. ვთქვა რა. money fight. მაგრეგორ vs მაგრეგორი. ბაზარი არა. არის სასწაული ვენგერი არის. ამ მთელი მსოფლიო რომელზეც ილაპარაკებს ყოველთვის. და თოფურია vs რა ქვია, ევლოევი, ვინ არის ხო, ევლოევი? ბაზარი ევლოევი რომ არა, გააცნონ, ბაზარი არ არის, მესმის ეგ. მაგისტრი შეიძლება გააკეთონ მაგის ბრძოლა, ასე რომ კი, ვთქვა. რა რაღაც ფსონი რო კი. დადონ ევლოევს და რომ გააცნონ ევლოევი. შეიძლება მარტო მაგიტო გააკეთონ მაგის ბრძოლა რა. მეტი არანაირი ლოგიკა არ არსებობს და ზოგადად რაღაცა ხო უნდა გააკეთო. მე მესმის რომ შენ მოვსარ მაგრა ვარჯიშობ ძმა. მაგარი ხარ. მაგარი სპორტსმენი ხარ. მოვსარის ძმა ოლიმპიური ჩემპიონი არის. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. მაგარი ჩემპიონი არის. აი, არის სრულიად ნოლი პრეტენზია. ძალიან მაგარი ხარ. მაგრამ შენ ენტერტეინმენტ სპორტში ხარ. ენტერტეინმენტ სპორტში მიდგომები არ მუშაობს შენ ახლა მარტო იპახაო აი, ქართულად და როგორ თქვა ჩვენ თქვენში? entertainment sport ქართულად, აბა. გართობის სპორტში ხარ ხო პირველ რიგში და შენ მაყურებელი უნდა მოიზიდო. შენ მარტო იმიდან გამომდინარე რომ მაგრა უნავ დარბაზში და მაგრა მაგ სპორტში ხო აი გართობის სპორტიც კიდე არასწორი სიტყვა entertainment სპორტთან შედარებით ასე რომ ვთქვა რა. ანუ შენ ორი ფაქტორი გაგაჩნია. შენ ხარ ოლიმპიური ჭიდაობის სახეობისგან და WWE-ის შვალეთში ხარ ასე რომ ვთქვა რა. შენ დაჯერში ხარ. იქაც უნდა იყო და აქაც უნდა იყო. როგორც არის თოფურია. მაგით არის ყველაზე ერთ-ერთი წარმატებული მებრძოლი. როგორც იყო მის დროს მაგრეგორი. კი, მაგრეგორი შეიძლება იმდენად სუპერ ათლეტი არ იყო, თუმცა იყო ძალიან მაგარი ათლეტი მისი პრაიმში რა. მაგრამ მეორე მხარე ძალიან მაგარი ქონდა და თოფურიას ასე არის, აი ჩაულებრივად აი просто ოლიმპიური მაგრეგორს რა ქონდა, იცი? არის ინგლისური ენოვანის მოქალაქე იყო რა. და აი პირი ტყიდა. იმას კი არ ვიცახი, რომ მაგარი სტრაიკერი არისო, მაგრამ ეხა მართლა რო შეხვდეს ეხა მოჭიდავეს, ხო? რას იზამს? ვიცი რას იზამს? კი. მე უბრალოდ მოვსარზე. მოვსარს თუ უნდა გამის მიაღწიოს მის ცხოვრებაში, ხო? უნდა გამორჩეს, მე მესმის მისმა ძმამ რომ დაარიგა, როგორ უნდა ივარჯიშოს. როგორ უნდა გახდეს სერიოზული სპორტსმენი. როგორ უნდა აი თერი სისტემაზე მუშაობს და კლასიკური ბერძნულ-რომაული ჭიდაობის სტილში მუშაობს. ფიზიკაც ასეთი აქვს, ძალიან მაგარი. მე მესმის შენმა ძმამ რომ ერთი და გარიგა. მაგრამ ეს არის აქ არის ენტერტეინმენტი, აქ არის გართობა, აქ არის შოუ და შენ თუ არავის არ აინტერესებს შენი პერსონალიტეტი, ვინ ხარ, რა ხარ. ხო, რატომ უნდა გიყურონ ზოგადად რა, რაზე არის საუბარი? არც უყურებენ მაგიდან გამომდინარე და მაგიტო იქნება ყოველთვის შეუკან, იმიტომ რომ ვერ გაიაზრა, მაგრამ ნო მისი სპორტი არის ზუსტად შუაში WWE-ის და ოლიმპიური რაღაცა ის სასწაული სახეობის რა, ასე რომ ვთქვა. კაი, ერთი კითხვა მაქვს კიდე დამებადა ეხლა. ჯასტინ გეიჩი და ილია თოფურია რო იყოს lightweight გაერთიანების ტიტულზე. White House-ში. და კონა მაგრეგორი რო დაბრუნდეს. შენი აზრით ვინ იქნება main event-ი? ტიტული თუ მაგრეგორი? თოფურია იქნება main event-ი, მაგრეგორს main event-ი. არა აქვს უკვე მაგას main event-ის პოტენციალი. ანუ მე მეჩნია შეიძლება ისე ვიყო რა ქვია რაღაც ცოტა ისეთი უხეშად ჟღერდეს ეს, მაგრამ მე ესე მიმაჩნია რომ მაგრეგორს უკვე არ გააჩნია არანაირი სატიტულო პოტენციალი, სამეინ ივენტო პოტენციალი რა, სამეინ ივენტო პოტენციალი გააჩნია იქ, სადაც თოფური არ იქნება და ესეთი სუპერმარკეტები რა. კაი, შენი აზრით ალექს პერერაც რო იყოს White House-ის ქარდზე და ილიაც ვინ იქნება main event? ალექს პერერა და ჯონ ჯონსი თუ იქნება, ხო? ერთმანეთის საწინააღმდეგოდ, მაშინ მე ტომას პინალი? არა, საუბარი არც არის მანდ. ანუ ძირითადად heavyweight ყველაზე პრესტიჟული არის და რაღაც რა და მაგ პონჩი. არა, ჩემპიონის და. ჩემპიონის ყოველთვის ჩემი აზრით ძალიან წინ არის. ჩემპიონის არის ყოველთვის სასწაული დონის ბრძოლა.
ჩემპიონშემ და ხო. რომელი ჩემპიონშემ, pound ჩემპიონშემ და ლეგენდა lightweight-ის Justin Gage, რომელმაც 37 წლის ასაკში კი 31-ის იყო ფაიდი, მაგრამ 37 წლის ასაკში იყო და up and coming დიდ win streak-ზე წამოსული UFC-ს პროტეჟე იყო და გახია შუაზე. For real, bro. მე მაშია რომ უნდა იყოს ეს main event-ი, თუმცა მე პრეტენზია არანაირი არ მექნება, ჩემთვის main event-ი მაინც მაგი იქნება. რაც არ უნდა მოხდეს მან. ბაზარი არა პრელიმებზე თუ გინდა იყოს და main event-ი არის ჩვენთვის. აი სრულიად ჩემთვის მნიშვნელოვანი რაფერს დაღესტანისთვის ახლა main event-ი იყო უმარის ბრძოლა პრელიმებზე, მასე იქნება ჩემთვის main event-ი იქნება. ო ბაზარი, ხო ეგ ბაზარი არ არის. შეგახსენებთ, რომ Fight Hop პოდკასტი არის პირველი ქართული შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი Spotify-ზე, YouTube-ზე, Apple Podcast-ზე. გამოიწერეთ თუ გევასებით, თუ არა და მაშინ რა შვებით აქ. მაინტერესებს რა ხდება თქვენთან ბათუმი Fight აკადემიაში. რომან დოლიძე მანდარი ახლა? რომან დოლიძე უკვე წავიდა მოსამზადებლად მისი ბრძოლისთვის UFC-ში. და რაც ბათუმი Fight Academy დღე ახლა გორში დავამთავრეთ შეკრება. IMMF-ის პოსტერ ჩაიგდეთ, სადაც იასპარეზებს საქართველოს ეროვნული ნაკრები. ბათუმი Fight Academy-ის მებრძოლებიც იქნებიან მან. მე გიორგი ბალაძე ვიყავით თავარი მწერები ამ შეკრების. ჩვენ ვიყავდათ ეს შეკრების მიმართულება და გოჩა და რუსლანი იყვნენ კო-მწვრთნელები და ასე რომ ვთქვათ ეს IMMF-ის ფორმატში პროფესიონალი მებრძოლი არ არის დაშვებული და მოყვარული მებრძოლები დაშვებული არიან და ეს ბიჭებისთვის ჩამოვიყვანეთ, რადგან აი ძლიერი სპარინგ პარტნიორი და რაღაც high level მებრძოლები და რაღაც რამოდენიმე ტიტულების ფლობელები ხო იცი ხა რაღაცის ნიშნავს რა მაგათთვის სუპლიო ტიტულების ფლობელი ბიჭები და რავი ხა დავამთავრეთ შესანიშნავი მომზადება იყო დიდი იმედები გვაქვს ევროპის ჩემპიონატი არიან ჩვენები რო გამოვლენ ყველა ასაკში აი სრულიად ყველა ასაკში 10 წლიდან კინაღამდე 30 წლამდე ყველა სპორტსმენები გვყავს დიდი რაოდენობით ვარ მე მგონი 70 თუ რაღაც მონაწილე გვყავს ძალიან ბევრი მონაწილე გვყავს აქედან 21 დიდი გვყავს და დანარჩენი ბავშვები გვყავს მან ხვიჩ და Pro MMA-ში საქართველოში არის თუ არა დაგეგმილი და გვაქვს Pro MMA-ში ანონსებს უნდა ელოდოთ რადგანაც ეხა უკვე ჩემ ძალაუფლებაში არ არის და ძალიან დიდი ბრძოლები მოდის. აი რო გითხრათ რომ დიდი ბრძოლები მოდის, ხო? ვერ დაიჯერეთ რამხელა დიდი ბრძოლები მოდის რა. აი მაგას ვერ დაიჯერეთ. ყველა ფიგურირებს. გოჩა შაინიძე. ყველა ფიგურირებს მან. გოჩა, რუსლანი, დავითი, ყველა ფიგურირებს მან. მორკიფანიძე. დაულად დიდი ბრძოლები მოდის. რა თქმა უნდა. ყველა ხალხი არის კავშირზე. Просто გაიმზადეთ, რომ ერთ სპოილერი შეიძლება დაგარტყათ, ასე რომ ვთქვათ რა, რომ UFC არ იქნება, რა თქმა უნდა, ჯერ არა მე არ ვიცი უბრალოდ რა. შეიძლება იყოს და მე არ ვიცოდი, ანუ მაგას გულისხმობ მაგ მომენტს რა. მაგრამ მაყურებელმა უნდა გაიმზადოს, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ UFC სიტუაციასთან, UFC-ს ყველაფერთან, ასე რომ ვთქვათ და შეიძლება ვთქვათ, რომ main event-ი არანაკლებად გქონდეს საქართველოში ბევრი ბრძოლების, ასე რომ ვიდრე UFC ხარისხის და ანუ ძალიან სერიოზული ბრძოლებია. You need to be stay tuned. არ მოეშვათ, არ დახუჭოთ თვალი. არ მოეშვათ, არ დახუჭოთ, არ დახამხამთ, იმიტომ რომ იმხელა ანონსები არის, რომ მე არ მაქვს უფლება, რომ მესმის. ეს ვილაპარაკო რა. ერთი რაღაც მინდა რო გითხრა, რომ ანუ ამ ბოლო დროს რა Fight Hop იყო, არ ვიყავით აქტიურები რა. და შენ ეხა რომ მოხვედი ჩემთან ძმაო და ეხა რომ გესაუბრები, ეს გამოვა პოდკასტად რა და პოდკასტი მევასება, თორე მე ის მასტი არა ვარო მარტო ზის და ბაზრობს რა. ანუ დიალოგი მევასება ძალიან რა. და მინდა მოვიკითხო დავით ქირია, რომელიც იყო ჩვენი ერთ-ერთი პირველი სტუმარი, წარმოიდგინე რა, როგორ ჯიგრულად. გუშინ იყო ჩემთან სტუმრად აკა. ბათუმში? არა, გორში. ეხა გორში ხარ? ხო, გორში ვარ, ეხლა აი დღეს მივდივარ ბათუმში. ხო და ეხლა იყო და რაღაც მაგასთანაც ძალიან დიდი
დიდი სერიოზული რაღაცები ხდება Max ქირიასთან. Fight-ი ხო დავით ძალიან დიდი. ქირიასი არის? კი, და Max Fight-ი ძალიან მაგარ რაღაც დიდ რაღაცებში ფიგურირებს. ხო და მინდა რომ მოვიკითხო დავითა რა და თუ შეძლებ ჩემგან მოიკითხე და People's Fight Hub-ზე ველოდები დავითს რა. Champ. 100%. People's Champ დავითი ყოველთვის არის ჩემთვის და ჩემი ბიჭებისთვის მაგალითი, ყოველთვის როცა არის ჩვენთან დარბაზში მომყავს შუაში ვაყენებ დავითს და უყურეთ მეთქი ვეუბნებით. აი ეს არის თქვენი მაგალითი, როცა გახდებით ჩემპიონი რაღაცა ის სასწაული უმაღლესი დონის, როგორც იყო დავით ქირია, გლორის კამაროსო დაეუფლა, როგორ არ უნდა დაიკარგოთ თავდაბლობა, როგორ უნდა იყო არ დაიჭიროთ ვარსკვლავი, როგორ უნდა გააგრძელოთ იყოთ ქართველი კაცი. ეს არის დავით ქირია. და მაგიტო მოვიკითხე, იმიტომ რომ მართლა პირველი ჩვენი ანუ საფუძველი რა კომბატ სპორტში ჩვენ რო დავიწყეთ დავითი რო ყავდა ჩვენთვის იყო ყველაფერი რა და ვიცი რომ დავითი შენი ძმა არის და შენ ჩემი ძმა ხარ და ანუ ჩერეს ვიკითხავ დავითს და მაგრამ მინდა რომ დაბრუნდეს White Hop-ზე რა და კიდევ ერთხელ დავაბრუნებ დავითს yeah დავით ქირიაზე რაც არის კიდე სასიხარულო ამბავი რომ ტაილანდური კრივის ფედერაცია შექმნა საქართველოში ძირი ჩაუყარა ასე რომ თქვა აი ძალიან დიდი შრომით და ძალიან დიდი მუშაობით რომ ესეთი მშვენიერი სპორტი ტაილანდური კრივი საქართველოში იცოცხლებს იარსებებს სახელმწიფო მხარდაჭერით ყველაფერი მოიპოვა აი სახელმწიფო მხარდაჭერიდან დაწყებული ხო საერთაშორისო მხარდაჭერით დამთავრებული შიდა საქართველოსთან დამთავრებული საერთაშორისო მხარდაჭერით დამთავრებული ყველაფერი მოიპოვა და გააცოცხლა სამოყვარულო კიკბოქსი გააცოცხლა ტაილანდური კრივი შექმნა უბრალოდ ტაილანდური კრივი საქართველოში არისო შექმნა ეს სპორტი საქართველოში და ანუ გააღვიძა რა ეს მიმართულება დიდი სპორტის რაც მე ვარ უზვაიტარები მაყურებელი ვარ და უაზრო ფანი ვარ ტაილანდური კრივის და სამოყვარულო სპორტის ზოგადად რა და ძალიან სასიხარულო ამბავი არის რომ ეროვნული ფედერაცია ტაილანდური კრივის ჩამოყალიბებული არის და უკვე საქართველოს ჩემპიონატი ძალიან მალე იქნება და BFA-ც მაგ იასპარეზებს და არ ვიცი როგორ იქნება საქართველოს ჩემპიონატთან შედარებით შერეულ ორთაბრძოლებში, მაგრამ ძალიან ვიცით რომ ვაკაც გუნდური პირველი ადგილი ავიღოთ და ყველა მაქსიმუმი გავაკეთოთ რა. თუმცა უკვე კონკურენცია იქაც არანაკლებად ძნელი არის რა, დიდი არის. სანამ დავასრულებთ რა აუცილებლად მინდა რომ შევეხოთ რომან დოლიძის შემდეგ ბრძოლას რა დანკან არის მგონი ის კრისტიან ლიროი დანკან არის ანუ up and coming რა ეხლა მოდის ეს ზემოთ და ანუ ვიცით რომ ჩვენ ვართ მარცხის სერიაზე თან ისეთი მარცხი არ გვინახია არც რომანს არ უნახია და არც ჩვენ არ გვინახია თუ არ ვწდები კი არა ფაქტი არის რა რა არა მარცხი არ გვინახია მაგბრძოლაზე რასაც ვიტყვი ერთ მაგბრძოლაზე რომ ერთ რაღაცას ვიტყვი მაგბრძოლაზე რომ რომანი მე გეტყვი თქვენი საიტს რომ იყო ძალიან დატრაუმული და ეხლა არის სრულად ჯამთელი და რაღაც აი რომანის დიდი კაცობა გააჩნია ის გამოც UFC-ს ძალიან დიდი ურთიერთობა და მაგარი ურთიერთობა აქვს მაგ ბრძოლასთან და მაგ პიროვნებასთან და მე გეუბნები რომ თქვენ დაინახავთ სრულად ჯამთელ რომანს ძალიან მშიერ და მოტივირებულ რომანს და ემზადეთ გამარჯვების შემდეგ რომან დოლიძეს Fight Hub-ზე ვნახავთ ამინ მოკლედ შემდეგი ევენტი არის ვოლკანოვსკი ლოპეზი მეორე რა და ანუ შენი ანალიზი მაინტერესებს პირველი ბრძოლა არც იყო ისეთი რაღაც გამორჩეულ ბრძოლათაც ვერ ჩათვლი მაგრამ ახლო ბრძოლაც იყო და შენი აზრით იმსახურებს ლოპეზი ამ ბრძოლას და როგორ გონია რომ ეს მეორე ვარიანტი შესრულდეს რა ვისაძლევ უპირატესობას ну ლოპეს იმსახურებს თორა ჩვენს ამნიშნულობა არ აქვს იმსახურებს ვოლკანოვსკი რადგან როგორც მანამდე აღნიშნე ხო დიდი კაცობა გააჩნია ყველა გამოწვევა მის ცხოვრებაში მიიღო ყველა მისი მარცხი თუ გამარჯვება კაცურად ღირსეულად გაიარა და ეს არის პირველ რიგში retirement ბრძოლა ალექსანდრ ვოლკანოვსკისთვის და არავინ არ მისცემს მაგ შემთხვევაში იმას რა ქვია და სახელიც მავიზღდება ხოლმე მოსარევლო საშუალებას რომ ვოლკანოვსკის ფეხში ებღაუჭოს და მისი ფინალური ბრძოლა ასე რომ თქვა ფინალური აკორდი მისი კარიერის
ესე დასრულდეს. არა, კიდევ ერთი ბენგერი დასრულდება, კიდევ ერთი შესანიშნავი ბრძოლით. მნიშვნელობა არ აქვს, გაიმარჯვებს თუ დაიოს ვულკანოვსკი. ხალხის გულში მაგი არის ლეგენდა, მაგი არის პიროვნება, ადამიანი მთელი ერთი ვულკი არის, ასე რომ ვთქვათ რა, სტერეოტიპი, ასე რომ ვთქვათ რა, რომელზეც უკვე უამრავი მემები და ისეთი არის რა, პოზიტიური არის რა. და ეს არის ვულკისთვის, ვულკის ბრძოლა, ვულკის ფინალური აკორდი, ასე რომ ვთქვათ რა. რო ახლა რამდენი აქვს ადამიანს რესურსი, ასე რომ ვთქვათ, რამდენი წელი უნდა იყოს ტიპი ტოპში. რამდენი წელი უნდა ვიყო რა, დამთავრდა უკვე რა. ძალიან სწორი გადაწყვეტილებას ღირებულობ. ანუ შენი აზრით ბოლო ტოპია ვოლკის, ხო? კი, მაგ მისი ანონსმენტი არის, ეს ჩემი retirement fight-ი არისო და მადლობა მინდა გადავუხადო UFC-ს, რადგანაც ანუ ფანატებსაც გვექცევა UFC-ს, ფანებს UFC-ს გვექცევა ადამიანურად და არ ვცდილობს რომ ვოლკის ხაიპი შეაჭამოს ვიღაც up and coming სხვა ტიპს, ასე რომ ვთქვათ რა. ვოლკის სახელი. მოკლედ, უღრმესი მადლობა ხვიჩა ქორიძეს Fight Hop podcast-ზე ნოსტალგიოსთან ერთად და ვეცდებით რომ ყოველ კვირას მაინც ერთი ეპიზოდი დავდოთ. ეხა ხვიჩა ქორიძეს სტუმარი არ არის, ხვიჩა ქორიძე არის Fight Hop-ი. ჩვენ ვართ Fight Hop-ი, მთელი საქართველოს ყველა მაყურებელი. ეს არის ეროვნული პროექტი, ეს არის ხალხისთვის პროექტი, ხალხიდან მომდინარე. როგორც ხართ თქვენ, როგორც ვართ მე ყველა ქართული ხართ თქვენ მონაწილე ამ პროექტის. ყველა ქართულს მოაქვს მისი წვნილი ლაიქებით, გამოწერებით, კომენტარებით და თუნდაც ნახვებით. და ინფორმაციის მიღებიდან გამომდინარე, თქვენ რაღაც საინტერესო ინფორმაციას რო ღებულობთ, ხო? მაგიდანაც თქვენ რაღაცას აძლევთ Fight Ops და ეს ორგანიზმის ცოცხლობს. და გააგრძელებს ცოცხლის სიცოცხლეს. ბათუმს გაუმარჯოს, საქართველოს გაუმარჯოს, გორს გაუმარჯოს, მთელ პლანეტას გაუმარჯოს. გენაცვალეთ. You tune into the Kartvelians on the Fight Hop podcast. Fight Pod.